ჩემს ვამბობ და მოხდება ესეთი გადაჯგუფება მათში რომელიც საშუალებას მისცემს გადაწყვეტილებების მიღების უფრო მაღალი დონე ადეკვატურობას მოკლედ რომ ვთქვათ ხო და იმ ხალხის ჩართვას ამ საქმეში ვინც იცის და ერკვევა და მარტო მიკროფონისში ლაპარაკი არ ეხერხება, არამედ ეხერხება აზროვნება და დაუშვათ სტრუქტურირება რაღაცის, ხო? ასეთი უამრავია ჩვენთან და ამას კიდე ცალკე შევეხებით, რატომ მოხდა თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან, რატომ მოხდა და ვინ გააკეთა ის, რომ დაუშვათ ჩვენში აი ეს თაობათა ცვლა მოხდა და ის ძალა ეროვნული ის ძალა რომელსაც უნდა ემართა ქვეყანა მოცილდა ქვეყანას და ჩამოყალიბდა დაუშვათ ტინეიჯერების ასე ვთქვათ ტინეიჯერებით დაკომპლექტებული სრულად არაკომპეტენტური ხელისუფლება ხო და აქედან გამომდინარე ჩემი აზრი ესეა რომ იქაც პარტიებში ახლა და ვიცი ზოგიერთთან მაქვს კონტაქტი და მიმდინარეობს პროცესი მაგ განვითარების პროცესი, გადაჯგუფების პროცესი ნორმალურია, ეს უნდა მოხდეს. და იმედი ვიქონიოთ, იმიტომ რომ ეს ამის იმედიც თუ არ გვექნა, რომ ისინი ვეღარ შეერთებიან, ხო იცით ეს ერაზ როტერდამელმა რო უთხრა იმას, რომ კატებს რო შეეძლოთ გაერთიანებაო, ყველა წელს განდევნებიდან ქალაქიდანო, მაგრამ კატებს არ შეუგებდება იმაში, რომ კატებს გაერთიანება არ შეუძლიათ. ერთმან უკნას რო ასე იყოს. კი ბატონო. კარგი ბოდიში სიტყვა გამ. ბატონო სოსო. უყვართ ხახსენება და მოშველიება ტალეირანის. და მახსოვდება ერთი ფრაზა აქვს ტალეირანს, ერთი კი არა უამრავი გენიალური რამ აქვს ნათქვამი, მაგრამ აი დიპლომატთან დაკავშირებით, რომ დიპლომატს ენა იმისთვის აქვს, რომ აზრები დამალოს, მაგრამ ვერ დავმალავ ჩემ აზრს და ვიტყვი გულახდილად. ჩვენ და საუბედუროდ. რა გვესმის ჩვენ? საინფორმაციო საშუალებებით ტელეეთერის, უამრავი სხვა საშუალებებით, რომ მასმედიიდან გამოდიან ადამიანები და მოძღვრავენ ქართულ საზოგადოებას. მე არაფერი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ამ ადამიანების გამოსვლა, ამ ადამიანების მოწოდება და აი ხშირად ვარ არათუ უკმაყოფილების განცდა, არამედ სხვა განცდა მეუფლება, როცა კატეგორია ადამიანების, აი თავისი ცხოვრების წესის, თუ ინტელექტის, გამოცდილების და მდგომარეობიდან გამომდინარე, ერის სახელით საუბრობენ, ქვეყნის სახელით საუბრობენ. ჩემი ნება რო იყვეს, აი, რიგითი ქართველის, მე არ მიცემდი. ძალიან ბევრ მათგანს, არათუ ერის სახელით. თავისი გვარის და ოჯახის სახელით საუბრის უფლებას. მე არ მიცემდი კი არა, მისი მდგომარეობა არ აძლევს მას ამის უფლებას. ხა გეთანხმებით თქვენ რომ ის პროცესი რაც დღეს მიდის და არა მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ თქვენ სიტყვებში. პარტიებთან დაკავშირებით, მაგრამ საზოგადოება ვერ ხედავს თანხმობას, გარკვეული თანხმობა შეინიშნება პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ ეს თანხმობა ჩვენ და საუბედუროდ. ეხლა რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ერთი ინტერესს ემსახურება. ეს არ არის სახელმწიფო ინტერესი, ეს არის პირადი საკუთარი ინტერესი. და ვთქვათ პირდაპირ. ეს ინტერესი არის მატერიალური. ასეთი განწყობა საზოგადოებაში არის. სხვანაირად მე ვერ ავხსნი ის უკმაყოფილების მუხტი, რომელიც ქვეყანაშია და ის საპროტესტო აქციები, რომელიც დღეს ქუჩაშია. გაცილებით დისონანსია. რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი უკმაყოფილება და ამას აქვს ახსნა, ობიექტური ახსნა. არის ქვეყანაში და ამის მიჩუმათება და თვალის დახუჭვა არ შეიძლება. მაგრამ ადამიანები ვერ ახერხებენ, ვერ შეძლეს მათ იდენტიფიკაცია აი ამ პარტიებთან, ამ ეგრეთ წოდებულ ლიდერებთან. თვითონ ლიდერები ვერ ამაღლდნენ ეროვნულ დონემდე. ეხლა ჩვენ პატარა ბიჭები ხო არა ვართ რა 40 გაიხანია ხო გადავაცილეთ. და მომსწრეები ვართ იმ პროცესების, რაც მიმდინარეობდა საქართველოში. ჩვენ ხო გვახსოვს 80-იანი წლების ბოლო. მე ძალიან კარგად მახსოვს და მომსწრე ვარ ამ პროცესების და ხა როგორც შეიძლებოდა იმ ასაკში რაღაცა თანამონაწილე ის ლოზუნგები, რომელიც იყო რუსთაველის მოედანზე და ის მოწოდებები, რომელიც ისმოდა მაშინ. მამული ენა სარწმუნოება. და იქ წარწერა, სადაც დღეს არის გადადგეს სააკაშვილი, იყო გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
აი როგორ დაკნინდა ჩვენი კულტურა, ჩვენი სოფხედრელობა, ჩვენი ცნობიერება. აი საიდან სად მივედით? რატო ვამბობ იცით ამას? საზოგადოებამ ვერ დაინახა პარტიების საქმიანობაში, ჩვენი პარტიების ძირითადი მიზანი. ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერც ხელისუფლების საქმიანობაში ვერ ვხედავთ მიზანს. და მიზანი და საშუალება აღრეულია ერთმანეთში. ჩანს როგორი მიზანი? არა, მიზანს ვხედავთ, მაგრამ ეს მიზანი არ არის ქვეყნის ინტერესზე მორგებული. არის მიზანი ერთი ხელისუფლების შენარჩუნება, ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გახანგრძლივება და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის ჩანაცვლება და მოსვლა ხელისუფლებაში. თან ეს ჩანაცვლება ხდება როგორ იცით, გზა და გზა ვაჭრობა ხელისუფლებასთან და ვაჭრობა იმ ძალებთან, რომლებიც მართავენ რაღაც პროცესებს ქვეყანაში. ან სურვილი აქვთ, რომ მართონ პროცესები. ეს არის რეალობა. ხო, ვიტყვით ამას, თუ არ ვიტყვით, ამით რეალობა არ შეიცვლება. ამით ჩვენ პრობლემას ვერ მოხსნით. არა, საერთოდ ნებისმიერი თქმა რაღაცის. ჯობს არა თქმას, რა? ჯობს არა თქმას მე ვერ დავეთანხმები ზოგიერთ იმას, რა ქვია. კი, რა თან არის მომენტები, მაგრამ ეს ექსტრემალური მომენტებია. ხან და ხან შეიძლება დაუშვათ 20 საფრთხესთან დაკავშირებულ რაღაც სარტყმა, მაგრამ სიმართლე საერთოდ უნდა ითქვას ყოველთვის, იმიტომ სიმართლეს აქვს სამკურნალო თვისებები, ფსიქიკური გადახრების და ფსიქიკური აშლილობების დროსაც კი და კიდევ გამომდინარე და მით უმეტეს პოლიტიკურ რეალობებს როცა ვეხებით, სიმართლის უთქმელობა არ შეიძლება. აზრი დაუშვათ, ახლა ბევრს ალბათ არ მოეწონება თქვენი ნათქვამი. დაუშვათ, მე შეიძლება ნაწილობრივ შემოგეკამათებით, მაგრამ დაუშვათ ის, რომ ესეთი აზრი არ გაჟღერდეს, ჩვენ მაშინ დავემგვანებით სახელმწიფო ტელევიზიებს. გაჟღერდეს და მოხდეს ამის გააზრება. და რაც შეეხება სახელმწიფოს, აი ჩვენს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულებას, მე ვუყურებ სიტუაციას ასე, რომ ბევრი რაღაცა ნათალია სულელურად გაკეთა, სისულელის ბრალი იყო, მაგრამ ნუ აი ხეებს მიღმა დღე უნდა დავინახოთ რა. ესე მგონია მე. არის ძალიან დიდი პროცენტი მიზანმიმართული მგრევის ჩვენი ქვეყნისა. აი და ეს მე მიმაჩნია ჩემთვის ეს ჭეშმარიტება. და გამომდინარე, საკითხი ესე უნდა დავაყენოთ. ერთის მხრივ არსებობს ხელისუფლება, რომელიც უკვე საერთოდ არაადეკვატურია და კატასტროფისკენ მიდის, თვითონ და ქვეყანასაც მიაქანებს კატასტროფისკენ და მეორეს მხრივ არსებობს ოპოზიცია. ხალხის პრეტენზიები ოპოზიციის მიმართ არის ის, რომ ის ადეკვატურად ვერ პასუხობს ხელისუფლების ამ მოქმედებებს და ვერ უხსნის ქვეყანას ამ საფრთხეებს. ამაშია ხო პრეტენზია და ახლა ეს დაუშვათ რაღაც პირადი ინტერესების გამო ხდება თუ არაკომპეტენტურობის გამო ძალიან ბევრს არ აინტერესებს.